ირაკლი კვაბახიძემ განაცხადა, რომ გამოცხადდა, ასე ვთქვათ, აბიტურიენტთა მიღება იმ კვოტების მიხედვით, რომელიც დაანონსებული იყო ეგრეთ წოდებული რეფორმის კანონ პროექტით, ანუ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი. ეს არის პირდაპირ დარღვევა კონსტიტუციური უფლების, მისი 27 მუხლიც და ყველაფერი, რაც არსებობს ადამიანის უფლებებზე, რომ განათლების ხელმისაწვდომობაზე, თავისუფალ არჩევანზე და საერთოდ ამ დაანონსებულ, ინიცირებულ, რაღაც გაურკვეულ რეფორმად წოდებულ განადგურებას სინამდვილეში განათლების სისტემის მაინც ახორციელებს ჯიუტად საქართველოს ეგრეთ წოდებული მთავრობა და ის ადამიანები, ვინც მათ შიდა ლეგიტიმაციას უკეთებენ, არიან მათი თანამოაზრეები, თუნდაც აი ამ კონკრეტულ ეგრეთ წოდებული რეფორმის განხორციელების საქმეში. გაერთიანება უნივერსიტეტების, რომელიც დაანონსებული იყო, თითქოს და შეჩერდა, მაგრამ რეალურად ბევრი არაფერი არ შეცვლილა, იმიტომ რომ გარკვეული ფაკულტეტები, მათ შორის ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური სამართალი მიიღებად რეჟიმში გადავიდა ტექნიკურ უნივერსიტეტში და აღარ გამოცხადდა წელს მიღება იქ და თავისთავად ისინი ვინც სწავლობენ დაამთავრებენ და გაქრება ეს სპეციალობები. მე ამას რა მოყვება, ეს უკვე ცალკე განჯისაგანია და ჯობია იმ სტუდენტებმაც იფიქრონ, მათმა პატრონებმაც, ან მათ ვინც ეს დაამთავრა, ანუ არ ვარგოდა, არ შესაბამებოდა სტანდარტებს და შესაბამისად ის კურსდამთავრებულებიც არ შეესაბამებიან არანაირ სტანდარტებს. სამწუხაროდ, ეს არის ის რეალობა, რაც მოიტანა ამ ეგრეთ წოდებულმა რეფორმამ და რომელიც არ უნდა ხალხს რომ სწორად გაიაზროს.